სტიქია დარიალის ხეობაში ამალი დევდორაკის ხეობა ისევ ჩაკეტილია. ბოლო ინფორმაცია რა ვითარება სტიქიის ზონაში. ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს რეფერენდუმის შედეგები. თბილისი რაგბი ევროპის 96 გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. რა საკითხებს განიხილავენ კონგრესზე? მოგესალმებით, ეთერშია მოამბე 12 საათზე სტუდიაში მარიამ ვაშაძე მუშაობს. ამალი დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დასრულებულია. სტიქიის ზონა ისევ ჩაკეტილია. ხელისუფლება დარიალის ხეობაში გზის აღდგენას 2 კვირის განმავლობაში ვარაუდობს. ახლა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს. დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით 1 კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო. სტიქიის ზონაში მუშაობენ გეოლოგები, ადგილზე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრებიც. რეპორტაჟი სტიქიისგან დაზარალებული დარიალის ხეობიდან. ადიდებულმა მდინარე დევდორაკმა საქართველოს სამხედრო გზის ეს მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. მდინარე დევდორაკმა თერგის ხეობის ამ მონაკვეთში დაახლოებით 50,000 კუბური მეტრი მყარი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის თერგისა და დევდორაკის ხეობებში სტიქიის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს. ამალი დევდორაკის ხეობა ისევ ჩაკეტილია. მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება კვლავ შეჩერებულია. ევაკუაცია უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნის შემდეგ დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენებით დილის 6 საათიდან უკვე განხორციელდა 70 ადამიანის ევაკუაცია, რომლებმაც სტიქიას თავი დარიალის მამათა მონასტერში შეაფარეს. მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც. ცენტრალური გზის 500 მეტრამდე მონაკვეთი დააზიანა. შეიძლება ითქვას წაიღო, გადარეცხა. ამჟამად მობილიზებულია ტექნიკა, ძიმე ერთეულები 10-მდე, რომელიც გზაშია და დღესვე შეუდგებიან აი ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას. გუშინვე დაიკეტა საავტომობილო გზა, აკრძალული ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა. დღეს დილით ვერტმფრენებით მოხდა გუშინ ჩარჩენილი მოქალაქეების გადმოყვანა. სტიქიის ზონაში დილიდან მუშაობენ გეოლოგები. გვიან ღამიდან ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით 1 კილომეტრის ტერიტორიაზე გზა ადიდებულმა თერგმა წაიღო, რომელმაც კალაპოტი შეიცვალა და ღვარცოფის შედეგად 1 კილომეტრზე გზის მონაკვეთი გარე სამყაროს მოწყვიტა. ზვარსაშიშროების გამო სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ყაზბეგის თანამშრომელთა ევაკუაცია გუშინ მოხდა. ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პროცესებს აკვირდება. ჩვენმა სპეციალისტებმა ოპერატიულად გადმოცეს ინფორმაცია. საპატრულო პოლიციამ და სამხედრო სიტუაციის მართვის დეპარტამენტმა განახორციელეს სტიქიის ზონის ჩაკეტვა. ამ ზონაში შემოსული ტრანსპორტის და მოქალაქეების გაყვანა უსაფრთხო ადგილზე და შესაბამისად მივიღეთ ის, რომ არც ერთი სატრანსპორტო საშუალება არ დაზიანებულა და არც ერთ მოქალაქეს ზიანი არ მიუღია. ამალი დევდორაკის ხეობაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და გადაუდებელ ღონისძიებებს კოორდინაცია გაუწია. ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ხეობაში მობილიზებული ყავს საპატრულო პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური, ისინი სრულ კოორდინაციაში მუშაობენ სახელმწიფო სხვა შესაბამის უწყებებთან. საპატრულო პოლიციამ ღვარცობის ჩამოწოლისთანავე ისერად მოახდინა რეაგირება და ამ სტიქიის ზონიდან გამოიყვანა ავტომობილები და მოქალაქეები. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია, მინდა ვთქვა, რომ იმუშავა ძალიან კარგად იმ საგანგაშო სისტემა შესაბამისად არ მოხდა რა იქ მანქანების დაგროვება, შესაძლებელი გახდა აგვეცილებინა თავიდან მსხვერპლი. ამალი დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მეტეოსადგურზე არსებული საგანგებო სადამკვირვებლო საგუშაგოდან სტიქიური პროცესების გააქტიურების შესახებ განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ განხორციელდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ყაზბეგის თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს. პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.
პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვარაუდით დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირამდე დაჭირდება. სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციის საჭირო თანხები უკვე გათვალისწინებულია. რესურსები რა თქმა უნდა მობილიზებულია, ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული სტიქიის ლიკვიდაციისათვის საჭირო თანხები. ამ წუთის შეფასებით, რაც და ინფორმაციაც გუშინ ღამის ინფორმაცია, რაც მე მაქვს, ჩვენ დაგვჭირდება სადღაც 10 დღე 2 კვირა იმისათვის, რომ ის ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ. 23 ივნის მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის 134-135 კილომეტრი მონაკვეთი დააზიანა. ამ დროისთვის საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. ისტორიული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ევროგაერთიანების დატოვებას მისცა. ამომრჩეველთა აქტივობა 72% იყო. რეფერენდუმში მონაწილეობა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რაც 1992 წლის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი რაოდენობა. რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას რამდენიმე თვეში დატოვებს. მან გადაწყვეტილება ბრიფინგზე გააჟღერა. 53 წლიანი წევრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. რეფერენდუმის შედეგები 382 უბანზე უკვე დათვლილია. ბრიტანეთის მიერ ევროგაერთიანების დატოვების მსურველი ამომრჩეველთა 52%-ია, 48 კი დარჩენის მომხრე იყო. ევროგაერთიანების დატოვების მსურველთა რაოდენობამ დარჩენის მსურველებს თითქმის 1,300,000 ხმით გაუსწრო. ოფიციალური მონაცემების მიხედვით ევროკავშირში დარჩენას მხარი შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობამ, ასევე ლონდონის მცხოვრებლებმა დაუჭირეს. გასვლას კი ხმა ინგლისმა და უელსმა მისცა. რეფერენდუმის შედეგებზე განცხადება უკვე გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ოქტომბრისთვის გადადგომა დაანონსა. ბრიტანეთის მოსახლეობის არჩევანს პატივი უნდა უწევთ დღეს დილით მის უდიდებულესობას დედოფალს ვესაუბრე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით. საერთო ჯამში ანალიზის საფუძველზე უმჯობესია, რომ ბრიტანეთის მთავრობას ახალმა პრემიერ-მინისტრმა უხელმძღვანელოს. უახლოეს მომავალში ბრიუსელში გავემგზავრები და კოლეგებს ბრიტანელი მოსახლეობის გადაწყვეტილებას აუხსნი. ევროკავშირის დატოვებაზე იმობს ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტია. პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჯმა რეფერენდუმის შედეგები დამოუკიდებლობის დღეს შეადარა და აღნიშნა, რომ ბრიტანეთში პოლიტიკური ლანდშაფტი შეიცვლება. ბრიტანეთმა ოცნება გაბედა, დამოუკიდებელი ბრიტანეთის თავზე განთიადია. ამისთვის 25 წლის განმავლობაში ვიბრძოდი და ახლა ჩანს, რომ ეს უკვე რეალურია. რეფერენდუმის დასრულების შემდეგ შოტლანდიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მომავალს მხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს. რეფერენდუმს ეხმაურება ჩრდილოეთ ირლანდიის ნაციონალისტური პარტიაც. პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიამ ირლანდიასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს. რეფერენდუმის შედეგების პარალელურად ბრიტანული ფუნტ სტერლინგი დოლართან მიმართებაში 11%-ით გაუფასურდა. საერთო ჯამში ფუნტის მსგავსი დაბალი კურსი 1985 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით პირველი განცხადებები გააკეთეს ევროპელმა მაღალჩინოსნებმა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა განაცხადა, რომ ბრიუსელი დიდ ბრიტანეთის გასვლისთვის მზად არის. მისი თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები ლონდონთან სწრაფად უნდა დაიწყოს. ევროპარლამენტში მომავალ კვირას საგანგებო სხდომა გაიმართება. ჩვენ ამ შემთხვევისთვის ვემზადებოდით. ეკონომიკურმა მონაცემებმა დღეს დილით აჩვენა, რომ ბრიტანეთს რთული გზა ექნება. ევროკავშირის დარჩენილი წევრებისთვის ეს ნიშნავს, რომ უმუშევრობის, მიგრაციისა და სხვა პრობლემები ერთად უნდა გადავჭრათ. დღეს 27 ლიდერის სახელით შემიძლია განვაცხადო, რომ ვალდებულნი ვართ ერთიანობა შევინარჩუნოთ. ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ისტერიული რეაქციების დრო არაა, როგორც მამაჩემი ამბობდა, რაც არ კვლავს გვაძლიერებს. რეფერენდუმის შემდეგ ბრიტანეთს ევროკავშირის წევრობა ავტომატურად არ უწყდება. გასვლის პროცესი მინიმუმ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს შეფასებები მოყვა საქართველოშიც. რას გამოიწვევს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პროცესებმა საქართველოზე. დეპუტატების განცხადებებს ახლა ნოდარ ჩაჩუა გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. ნოდარ, გისმენთ. დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვების ფაქტს ეხმაურებიან დღეს დილიდან საკანონმდებლო ორგანოში, როგორც ქართველი დეპუტატები ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამას შესაძლებელია საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე სახის გავლენა არ კონდეს და პირიქით ევროკავშირმა ამან დაუდოს საფუძველი ევროკავშირის შესაძლო ახალი გაფართოებისა და ახალი ჩამოყალიბების ერთობის ჩამოყალიბების აზრს, როგორც ისინი აცხადებენ, დეპუტატების ერთი ნაწილის განცხადება
განცხადებით, ეს არჩევანი დიდ ბრიტანეთში გააკეთა არა მომავალმა, არამედ ასაკოვანმა ადამიანებმა, თუმცა 7-8 წელიწადში არ არის გამორიცხული, რომ დიდმა ბრიტანეთმა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება სერიოზული სტიმულის როლი ითამაშოს ევროკავშირის შემდგომ ტრანსფორმირებაში და უფრო ისეთი ქვეყნის, ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბებაში, სადაც ეს ერთიანობა არ იქნება გარკვეულწილად აღქმული, როგორც დემოკრატიის შემზღუდველი. ანუ დემოკრატია და გლობალიზაცია ერთმანეთთან თითქოს მოდის წინააღმდეგობაში. ევროპული ერთიანობა რაღაცა დონეზე ყოველთვის ეჭვის ქვემოთ დგებოდა ხოლმე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ არის რაღაცა საერთო კულტურული და ისტორიული ერთიანობაც ევროპაში, ამიტომ ახლა ეს არსებითად საქართველოსთვის არაფერს არ ცვლის. გადაწყვეტილება მომავლის ნაცვლად მიიღო ბრიტანულმა პროვინციამ, ჯენტლმენურმა ინგლისმა. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, იქნება ეს 8 თუ 15 წელი, ბრიტანეთმა დაიბრუნოს მისი ევროპული იდენტურობა. როგორც ჩანს, შოტლანდიაში მალე დაიწყებენ ახალ პროცედურებს შოტლანდიის ბრიტანეთიდან გამოსვლის და ევროკავშირში დარჩენის რეფერენდუმის უზრუნველსაყოფად. ევროპული ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, ასე აფასებენ ქართველი კანონმდებლები დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის შესაძლო დატოვების ფაქტს, როგორც ისინი აცხადებენ, საქართველოსთან დაკავშირებით ამას შესაძლებელი არა იმ სახის გავლენა არ მოახდინოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამან პირიქით საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას დაუდოს საფუძველი და ეს საკითხი უფრო დააჩქაროს. მადლობა ნოდარ ჩაჩუა გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წყარე ოკეანის ტურნე ფიჯის ნაკრებთან გამარჯვებით დაასრულა. დაძაბულ შეხვედრაში ქართულმა მორაგბეებმა ლაშა ხმალაძის ლელოს წყალობით ფიჯელები ანგარიში 14-3 დაამარცხეს. ბორჯღაოსნება წყნარი ოკეანის ტურნე წაუგებლად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა ფრედი თამაშია სამოსთან და დაამარცხა ტონგას ეროვნული ნაკრები. ბორჯღაოსნებს გამარჯვება საქართველოს პრემიერმა მიულოცა. დაცვაში ნაპრალები მინდა მიულოცო ჩვენს რაგბისტებს ფიჯისთან გამარჯვება, რომელიც სულ ახალ-ახალს მოვიპოვეთ დღეს. თბილისი რაგბი ევროპის 96 გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. საქართველოში რაგბი ევროპის პრეზიდენტი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი ჩამოვიდნენ. ასამბლეას 75 დელეგატი 40 ქვეყნიდან ეწვია. კონგრესზე განიხილება ტურნირების განრიგის დაგეგმა, ასევე გაფორმდება რაგბი ევროპის კომერციული უფლებების ცენტრალიზაციის ხელშეკრულება. გენერალურ ასამბლეაზე რიოში გასამართი ოლიმპიური თამაშების საკითხიც განიხილება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა გიორგი კვირიკაშვილმა ქართულ რაგბის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გამოუცხადა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. გენერალური ასამბლეა თბილისში 2 დღის მანძილზე გაგრძელდება. უნდა განსაკუთრებულად აღნიშნო ფონდი ქართულ სრული ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შემოღებაში 16 სტადიონის აშენება და რეაბილიტაცია მოხდა და 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ეს არის ერთ-ერთი მართაც და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის. მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და სახელმწიფოს მხრიდან აღითქვათ სრული მხარდაჭერა. საკანონმდებლო ორგანოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას განაგრძობს. დეპუტატები დღეს იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებების მიხედვით საარჩევნო უბნებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება. პირის დაზიანების შემთხვევაში სასჯელი 3 წლამდე პატიმრობით, ხოლო ანალოგიური ქმედება, რომელიც ჯგუფურად იქნება ჩადენილი, 2 და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გაითვალისწინებს. დღესვე დეპუტატები თამდევ კანონპროექტსაც განიხილავენ, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად. პროექტი საარჩევნო უბნებზე სამართალდამცავ ქმედებებს განსაზღვრავს. არ დარეკავენ, არ გააფრთხილებენ. თქვენ ეს ნებართვით ამ თუ კი ვინმეს გაუჩნდება ცდუნება, არეულობა მოახდინოს საარჩევნო უბანზე და შელახოს ქართული არჩევნების იმიჯი, რა თქმა უნდა, მას საკადრისი მიეზღება და ამასთანავე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ყოფნა საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყო წესრიგი.
გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ვეტოს უფლებას და დააკმაყოფილებს თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას. ეს ჯერ უცნობია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პარლამენტს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების პროექტი ამ დრომდე არ წარუდგენია. კახა კოჟორიძის განცხადებით, გიორგი მარგულაშვილი გადაწყვეტილებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ მიიღებს. არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე თხოვს, რომლის მიხედვითაც უფასო სარეკლამო დრო 11 პოლიტიკურ პარტიაზე უნდა განაწილდეს. ამ ეტაპამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუღია აღნიშნული კანონპროექტი. გადაწყვეტილება პრეზიდენტის ცხადია არ არის ცნობილი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას და საბოლოოდ ჩამოყალიბდებით ჩვენს პოზიციაში. თავისუფალი თაობის და ომუშევართა კავშირის წევრობა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი საადაოს ხდიან საარჩევნო კოდექსის 31 მუხლის ერთ-ერთ ნორმას, რომელიც ამბობს, რომ ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევის მონაცემები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შედის. როგორც სარჩელის ავტორებმა განაცხადეს, ეს უმისამართოებისა და უსახლკაროების არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ზღუდავს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის შეფასებით, ნორმა არაკონსტიტუციურია და ის უმისამართოების ხმების გაყალბების საშუალებას იძლევა. საარჩევნო კოდექსში არის ნათქვამი, რომ მარტო იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აქ ამის უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. და საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ წერია, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ესე იგი, რომელიც არის 18 წლის ასაკიდან, აქვს ამის უფლება. ესე იგი, სახეზე არის უხეში დარღვევა. ჩვენ სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ 30,000 ადამიანის და სამომავლოდ კიდევ იმ ადამიანების, რომლებიც დაუშვათ გამოსახლების მსხვერპლი ან უბინაობის მსხვერპლი გახდებიან ხომ ქვეყანაში, არ დარჩენა ესეთი ვითარების წინაშე. თეთრი წყაროს რაიონის პატრიოტთა ალიანსის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ლიპარტელიანი თეთრი წყაროს საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ლიპარტელიანი ამბობს, რომ მათ მისი პოლიტიკური აქტიურობა არ მოსწონთ და თავს ამიტომ დაესხნენ. თავდასხმის ფაქტს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. ის მომხდარის დეტალებს მოამბესთან იხსენებს, ამბობს, რომ გზა მათ მანქანას ნუგზარ ლიპარტელიანმა გადაუჭრა. აღნიშნულ საქმეს თეთრი წყაროს პოლიცია იძიებს. ლიპარტელიანმა ჩვენება უკვე მისცა. შეურაცხყოფა მომაყენა, სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა და ეს მე ვთვლი, რომ პოლიტიკური ნიშნით მოხდა ეს. იმედს ვიტოვებ, რომ დროულ რეაგირებას მოახდენს შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიება. სიგარეტის ნამწვი გადავაგდეთ და ამაზე გაღიზიანდნენ არაფერი. თვითონ პირიქით იმათმა ჩავიყენეს მანქანა, არავითარი თავის ჩარტყმა და იქ რამე ან სიტყვიერი, ან ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის ჩვენ არ მიგვიყენებია. პარლამენტში დღეს სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით 2015 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ დეპუტატებს ინფორმაციას ლუჩან ანუაშვილი გაცნობს. ომბუდსმენმა 1260 გვერდიანი დოკუმენტი პარლამენტს 31 მარტს წარუდგინა. საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას წინ საკომიტეტო განხილვები უწყოდა. დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 2 ეტაპად განიხილეს. რომლის ერთ-ერთი რელიგიური ნიშნის ძალადობისა და სახალხოდამცველის ანგარიში ზოგადად ყოველთვის უნდა იყოს უფრო მეტად დაფუძნებული ფაქტობრივ გარემოებებზე, უფრო მეტად უნდა იყოს აქცენტი გარკვეული სტანდარტების და ტენდენციების დამკვიდრებაზე. უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ სასამართლოსთან რეკომენდაციების მისამართით. რეკომენდაციები თვითონ განაჩენზე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სახალხოდამცველისგან იქნება თუ პარლამენტისგან არ იქნება სწორი. საკალათო სასამართლო მეუღლისა და შვილის კვლევობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის განხილვას განაგრძობს. დღევანდელ პროცესზე ექსპერტ კრიმინალისტებსა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს დაკითხავენ. გუშინ კი სასამართლომ საქმის გამომძებელი ნუგზარ ნათელაშვილი დაკითხა. მოწმე მაგდა პაპიძისთვის უმძიმესი მუხლით ბრალის წაყენების 4 მიზეზი დაასახელა. სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა კი სამართალდამცავები და გამოძიება მის მიმართ წამებაში დაადანაშაულა. საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-ზე მეტ თანამშრომელს მომავალი თვიდან ხელფასი 10 და 20%-ით გაეზრდებათ. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ტელევიზიის მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი. ამ თემაზე ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელში პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა საზოგადოებას ინფორმაცია მედიატორის თანდასწრებით მიაწოდეს. იმ პირებს, რომელსაც ხელფასი ჰქონდათ 500-დან 1000 ლარამდე, ამ პირებს ხელფასი გაეზრდებათ 20%-ით. ხოლო იმ პირებს, რომელსაც ხელფასი ჰქონდათ 1000-დან 1500 ლარამდე, ხელფასი გაიზრდება 10%-ით. ასევე გათანაბრდა იმ პირების
ხელფასები, რომლებიც სხვებთან შედარებით აკეთებდნენ ზუსტად იგივე საქმიანობას, ჰქონდათ იგივე პასუხისმგებლობა. 500 არის უფრო მეტი არის ეს დაახლოებით 50% არის ჩვენი თანამშრომლობის, დაახლოებით 600 კაცამდე ავა, სავარაუდო რიცხვი ესეთი არის. ბიუჯეტში ეს დაახლოებით 900.000 ლარს წაიღებს წელიწადში. ჩვენი თანამშრომლების წვლილი ამ პროცესში იყო ის, რომ მათ დააჩქარეს გარკვეული პროცესები, გარკვეული გადაწყვეტილებები გადმოწიეს აქეთ, გარკვეული პროცესები გადმოიწია აქეთ და რაც არ არის პრინციპში ცუდი, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა თვალსაზრისით ჩვენ ახლა უკვე უსწრებთ დაგეგმილ დროს. ჩვენი ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ შორის მიღწეული შუალედური შეთანხმება ადმინისტრაციას ხელფასების 10 და 20%-იან ზრდასთან ერთად ფუნდამენტური ცვლილებების მიღების პროცესში ჩვენ ჩართულობასაც ავალდებულებს. იმედია სწორედ ამ ცვლილებების შედეგად მთავარი რამ აღდგება ამ ტელევიზიაში. ეს ადამიანის დაფასებაა. დაიგეგმება ახალი პროცესი პრინციპში, რომელიც გულისხმობს უკვე კვალიფიკაციის ამოღანჯირებას, ატესტაციას და შემდეგ და ეს ყველაფერი ალბათ დეკემბრისთვის დამთავრდება და აი იქიდან წლის ბიუჯეტში იქნება კიდევ ერთი უკვე გასწორება ხელფასების რანჟირების მიხედვით და ასე შემდეგ. ძალიან კარგი პროცესი იყო და კარგი არის კარგად დამთავრდა. ჟურნალისტი ნანა ლეჟოვა ტელეკომპანია იმედი საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა. მან მაია თაბაგარი ჩაანაცვლა. უკვე ყოფილი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი კი გენერალური დირექტორის კონსულტანტის პოზიციაზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვებიდან გახდა ცნობილი. საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელეს. მაშინ ნათქვამია, ქრონიკის თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ყოველ მიუღებელი არსებულ ვითარებაში წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო სამსახურის უფროსის განთავისუფლება და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭქვეშ დააყენებს არხისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია იმედში. ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი პოლონეთის სახელმწიფო მდივანს ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე ნატოს ვარშავის სამიტის წინ არსებულ ვითარებაზე გამახვილდა. საქართველოსა და პოლონეთის წარმომადგენლებმა სამიტზე განსახილულ საკითხებსა და ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. ყოველსაც შესაძლებლობას ვიყენებთ იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გავაცნოთ ყოველი წლის სიტყვა და ყოველი წინადადება, რომელიც გვინდა აისახოს ვარშავის სამიტის საბოლოო შემაჯამებელ დოკუმენტებში, ვისაც რომ უკვე პოსტ-სამიტურ პერიოდში მოგვეცეს კონკრეტულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა. ძირითადი თემა იყო ვარშავის მომავალი სამიტი, ნატოს სამიტი. ამავე დროს შევეხეთ ჩვენ მომავალ თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო თანამშრომლობის, სამხედრო პოლიტიკურ თანამშრომლობის საკითხებს. გუდაურში 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე ახალი საკურორტო ზონა აშენდება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ შეპასემთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და კომპანია რედკო შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ფარგლებში ტერიტორიაზე სულ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. აშენდება სასტუმროები, აპართ-ჰოტელები, ვილები, შეიქმნება დამატებითი გასართობი ობიექტები, მოეწყობა ყინულის მოედანი, რესტორნები და მაღაზიები, რაც ტურისტების რაოდენობასაც გასდის. მიწის ნაკვეთი არ განვითარდება ქაოტურად, არამედ სწორედაც რომ ერთიანი გეგმაზომიერი მიმართულებით განვითარდება, რაც რა თქმა უნდა სასიკეთო იქნება საბოლოო ჯამში დამატებითი ღირებულების შექმნისათვის, რომელიც უნდა შეიქმნას თვითონ გუდაურში. დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე აშენებულ სასტუმროებში დასაქმებული ყავს მუდმივად 60 ადამიანი, განხორციელებული ინვესტიცია არის 40 მილიონი დოლარი, ხოლო სამომავლოდ დასრულებულ პროექტში ჩვენ გვეყოლება დასაქმებული მინიმუმ 600 ადამიანი. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არგენტინის კიდევ ერთ მოდერნიზაციის სამინისტროსთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. თეატრულოკეანე არგენტინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბუენოს-აირესში არგენტინის მოდერნიზაციის მინისტრს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო. მინისტრების შეთანხმდნენ, რომ საქართველო თავის გამოცდილებას არგენტინას გაუზიარებს. დღესვე იუსტიციის მინისტრი არგენტინის იუსტიციის მინისტრის მიწვევით ელექტრონული პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო, რომლის საშუალებითაც გასულ წელს არჩევნები ბუენოს-აირესში ელექტრონულად ჩატარდა. დიდ საქართველო არის უკვე ძალიან ცნობილი მაგალითი როგორც წარმატების, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებული მთავრობის და მათთვის საინტერესოა მაგალითად თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ
ელექტრონულად ვაკონტროლებთ ფინანსებს ქვეყანაში, აღმოფხვრილია კორუფცია და რომ უკვე ადგილობრივ თვითმმართველობებში ინერგება ელმმართველობა სწრაფი ტემპებით. სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს საქართველოს მელიორაცია ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ. კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სამუშაოებს ოთარ დანელია შპს საქართველოს მელიორაციის გენდირექტორი და კახეთის გუბერნატორის მოადგილე გაეცდნენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინაბოტის სადრენაჟე კოლექტორის რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტის 5 სოფლის მოსახლეობა მიწის ფართობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. 400-დან 600 ჰექტარამდე ტერიტორია დაუბრუნდება სოფლის მეურნეობას, რომელიც ითბორებოდა წლების მანძილზე დაახლოებით 35-40 წელიწადია ეს სამუშაოები აქ არ ჩატარებულა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხი დაუბრუნდება მიწას. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძელებთ. თურქეთი ევროკავშირთან მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს. ოფიციალური ანკარა თარიღად 30 ივნისს ასახელებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით ის ბრიუსელში ვიზიტს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავს. მხარეები თურქეთისთვის ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების საკითხს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ თურქეთ-ევროკავშირის მოლაპარაკებები თურქეთში მიგრანტების მიღების სანაცვლოდ ქვეყნის შენგენის ზონაში შესვლას გულისხმობდა, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირს ჯერ არ გადაუდგამს. თურქეთი ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხზე პრეზიდენტი ბრიტანეთის მსგავსად საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას არ გამორიცხავს. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში მიგრანტების ლეგალიზების გეგმა ვერ დაამტკიცა. ამერიკაში მცხოვრები მილიონი არალეგალი მიგრანტის დაკანონების ინიციატივა პრეზიდენტ ობამას ეკუთვნის, თუმცა სენატი ამ საკითხის ბლოკირებას განაგრძობს. უზენაეს სასამართლოში კი გადაწყვეტილება ხმათა თანაბარი გადანაწილების გამო ვერ მოხერხდა. უზენაესი სასამართლო ამჟამად 8 წევრიანი შემადგენლობით მუშაობს. ახლა პრეზიდენტის საიმიგრაციო რეფორმას დაბალ ინსტანციებში განიხილავენ. ბარაკ ობამას თქმით, კონგრესი ამერიკელი ხალხის მუდმივად იგნორირებას ვერ მოახერხებს და ადრე თუ გვიან ქვეყანაში რეფორმა მაინც გახორციელდება. იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში 5000-მდე მიგრანტი გადაარჩინა. ისინი ზღვაში ეცინის ნავებით გადაადგილდებოდნენ. მაშულებს 50-მდე სამუშაო ოპერაციის ჩატარება მოუხდათ. მიგრანტების ძირითადი ნაწილი აფრიკის კონტინენტიდანაა. მათი თქმით, მიგრაციის მთავარი მიზეზი ებოლას კრიზისია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით იანვრიდან იტალიაში ამ გზით 56200 ადამიანი მოხვდა. 2016 წლიდან კი ხმელთაშუა ზღვაში 3000-მდე მიგრანტი დაიღუპა. ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციებში ტორნადოს და სიტყვას 98 ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლ-პლასტიკის შედეგად დაშავებულია 500-მდე ადამიანი, მათგან 200 სერიოზული დაზიანებები აღენიშნება. ძიანსუს პროვინციაში ქარის სიჩქარე საათში 125 კილომეტრს აღწევდა. ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვეტა, საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახა და ავტომობილები კი დააზიანა. ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. კოლუმბიის სამოქალაქო ომის დასრულებას ზეიმობს 50 წლიანი სამოქალაქო დაპირისპირების დასრულების ხელშეკრულებას ხელი ჰავანაში მოეწერა. შეთანხმება კოლუმბიის პრეზიდენტსა და ბარსის დაჯგუფების ლიდერს შორის გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით ამბოხებულები იარაღს 180 დღის განმავლობაში ჩააბარებენ. სპეციალურად შექმნილ ბანაკებში კი სამოქალაქო პირებს შესვლის უფლება არ ექნებათ. ყველა დაჯგუფების იარაღს გაეროს დამკვირვებლები ჩაებარებენ. სამოქალაქო ომის დასრულების აღსანიშნავად კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მოსახლეობა ქუჩებში გავიდა. შერაღებულ დაპირისპირებას საერთო ჯამში 220,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დიდმა და წმინდა კრებამ შესაძლოა რეგულარული ხასიათი მიიღოს და რამდენიმე წელიწადში ერთხელ გაიმართოს. ამის შესახებ რია ნოვოსტის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრების სამდივნოში ოფიციალურმა წარმომადგენელმა მთავარ ეპისკოპოსმა იობმა განუცხადა. არც ერთ აქ დამსწრე ეკლესიის წარმომადგენელს არ სურს რომელიმე ეკლესიის გამოკლება. ჩვენ მათ ველოდით და კიდევ ველოდებით. სესიების დროს ითქვა, რომ კრება რეგულარული გახდეს, თუმცა ჯერ ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა. სააგენტო კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მუშაობის დროს გამოეთქვა აზრი მსგავსი კრებების რიგრიგობით ყველა მართლმადებელ ქვეყანაში ჩატარების შესახებ. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით ასევე იუწყება, რომ არის შეთავაზება ახალი კრების შემდგომი გამართვის შესახებ, რათა არსებული უთანხმოების აღმოფხვრა და ყველა გადაწყვეტილების ერთხმად მიღება მოხდეს. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია. მე 14 საათზე დაგიბრუნდებით.